Შუბლად წავიდა რუსთავიორიდან, მე ხა ის დეჟავე მაქვს, როცა მიდიოდნენ მაშინ წლების წინ ჩემი მეგობრები, ჩემს გვერდით ეთერში მჯდომლები, ნათელაზაშვილი, ნიკა ტაბატაძე და კიდე სხვები, ანა ლეჟავა, თამარა რუხაძე, კიდე სხვები, საშინელი განცდა მქონდა, ანალოგიური განცდა მაქვს ეხლაც, გუშინდელი საღამო რაღაცეთი გამოდგა რა, Facebook-ის და საქართველოში დაწყევლილი, ანუ რაღაც მოყვა გამოხმაურება, ნინო შუბლაძე ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ადამიანია ზოგადად, ვისაც მე ვიცნობ. ჩვენი მეგობარი. ხო, მის მიმართაც რა, ეს პოლიტიკური საჩურო მოერმეოდა, ამას ეხლა მე რო გული გამეწეს მოვკვდე და რეანიმაციაში მოხდე 10 დღე მოვიდა, ითქვა რომ რაღაც გააპროტესტა და წავიდა. ქვეყანა ესე რომელიც არის აწლევლები, აი წაკუზული სრულიად სიტყვის მნიშვნელობით რა. მის ნაწილი ერის ოცნებას ვიღაცა რუსთავიორი ჩაიძირა თურმე რომ მოკვდეს. არაფერი არ არის გამორიცხული. შეიძლება ეს მოხდეს, მე წარმოგიდგენ რა მაქვს ჩვენი იმედი სტაბილური მდგომარეობა აქვს თუ რა მდგომარეობაა ზევით არც არასოდეს არ ვწოდნია რა. ფაქტად რჩება, ვიცი რომ ჩვენ დღეს აქ ვარ და ვაგზელებ მუშაობას და ინოსად შეეხება ჩემი სიტუაცია სიყვარულია დაუდასტურო. ეს გადაწყვეტილებას ყველა პარტიის ეს. მე რჩევა იქნება უბრალოდ რა, მეტი არაფერი. ამ ზიზღი, შური, ბოღმა, ეს ყველაფერი რუსთავიორს რა დაემართება ხვალდაზე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გოგოებმა ვიცით რომ ნინო აიღო ტაიმაუტი იმისთვის რომ მიხედოს ოჯახს, ბავშვებს და ის და აბსოლუტურად ადამიანური გადაწყვეტილებაა და რაც თავარია დაგვიტოვა იმედი რომ როდესაც ყველაფერი დამშვიდება, დაწყალდება მის პატარა და ლამაზ ოჯახში დაისვენებს და მისი არჩევანი არის და მალე ზარჩევანი გააკეთა და ეხლა უფიქრებოდ რომ არაფერს არ გააკეთებია ეს ნამდვილად ვიცი. ეხლა გადავიდეთ რომ გადავიდეთ სამედიცინო თემაზე. დავდივიდეთ გულში. არაფერს იყო მართლა. არ ვიცი რა იყო, მაგრამ უბრალოდ ის არის რა გულიდან ამო. არა, ნუ ცოტა ისეთი სიტუაცია რა მართლა რა ეს ერთმანეთზე ზიზღი ეს აუტანლობა შური და ამ დროს რა ქვია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მსჯელობენ აქ რაღაცა იმეთი ძალიან ეს სვეტსკა და ეს ქვეყანაში და ერთმანეთის ზიზღი და შური და არავინ არ შემზიზღებია, მაგინებდნენ კიდევ ჩემ ოჯახის წევრებსაც აგინებდნენ ფეხბურთის გამო და არავინ არ შემზიზღებია და ეხა ეს რაც ხდება, ამ ყველაფერს თავის ზღვარი აქვს რა ალბათ და შეიძლება სადღაც გაწყდეს მერე და ეხა შემაიც კარგად იცი რომ რუსთავიორში მუშაობს ყველა ადამიანი ერთმანეთის გადადაშია მთელი ეს წლები და ერთმანეთის სიყვარულში და ეხლა ვიცი სიტუაცია რაც არის აქ და არაფერი პრობლემა რა თქმა უნდა დამაჩენეთ ეხლა და დავიწყოთ ეხლა დიმას გუჩუყებ ეხლა თავზე გავუქმე Facebook-ი აი ამ ეხლა ეს უკვე დამთავრებული თემა ეხლა ვერ მოვასწარე უბრალოდ ეგ უკვე დამთავრებული თემა არის მან არც არავისი ჩემ ამ ნალაპარაკებზე არავის დაწერილის საკითხვა არ ჭირდება რა და არ მაინტერესებს მართლა რა ყველა ჩვენი საქმე გავაკეთოთ და საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები და ეხა ეს იგივე მინდა ნაფტიამეთიაში დაწერა რაღაცა გოგო Facebook-ზე რომელიც ჯერ კიდევ როგორც ახლა გავიგე დაასრულებულა და ოჯახის წევრებიან ახლობლებიან ყველა შეუვარდა და გადაუარეს თავზე ესე იგი ელემენტარულად არც იგებენ სიტუაციას არ კაი ბოდიში ვიყვის რომ დავამთავრე მე